გამარჯობათ მეგობრებო, გადავწყვიტე გავაკეთო ჩანაწერი ძალიან საინტერესო ინტელექტუალური თამაშის გოს შესახებ. გო ჩვენში ჯერჯერობით ნაკლებად პოპულარულია, მაგრამ თანდათან იკრებს, ძალებს, როგორც იტყვიან და დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში გო ძალიან პოპულარული თამაში გახდება. ჩემი ჩანაწერი სწორედ ამ მიზანს ემსახურება, რომ მოვახდინოთ გოს პოპულარიზაცია. ეს ჩანაწერი არ იქნება, ასე თქვა, პროფესიონალური ხარისხის და თხოვთ კაცრად, გამსჭით. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში, როდესაც მეტ პოპულარობას მოიხვეჭს, გაკეთდება უფრო ხარისხიანი, კომპეტენტური და უფრო კარგი ჩანაწერები. მას ასე თამაში მონაწილეობს შავი და თეთრი ფიგურები ვიტყვი ჭალებში, სინამდვილეში შავი და თეთრი ქვები. თამაშობენ რიგრიგობით, თამაში იწყებენ შავები, სულები კეთდება ვერტიკალური და ჰორიზონტალური ხაზების გადაკვეთის წერტილებში. თამაშის მიზანს წარმოადგენს დაფაზე რაც შეიძლება მეტი ტერიტორიის შემოსაზღვრად, მეტი ტერიტორიის დაკავება და დაცვა. ეს არის ძალიან მოკლედ თამაშის შესახებ. გო თავდაპირველად ჩინეთში და იაპონიაში წარმოადგენდა პრივილეგირებული ფენის თამაშს. მაგალითად, როგორც არის მიღებული, რომ უნდა ცოდნო და მაღალი ფენის წარმომადგენელს მათემატიკა, მეცნიერების ესა თუ ის დარგი, მუსიკა, ამ ჩამონათვალში შედიოდა გოც. ასევე ეს იყო მიჩნეული მხედართმთავრების თამაში. და მხოლოდ უფრო გვიან ეტაპზე მოხდა, რომ ყველა ფენისთვის მისაღები თამაში გახდა. გო საკმაოდ უცნაური თამაშია. ყოველ შემთხვევაში ბევრი დამწყები და განსაკუთრებით ვინც ჭადრაკს გარკვეულ დონეზე ფლობს და შემდეგ გადაწყვეტეს, რომ გოს თამაში შეისწავლოს და დაეუფლოს, თვლიან საკმაოდ უცნაურ თამაშს. თუმცა ეს გასაკვირი არ არის, რადგან გო არის ადამიანის მიერ გამოგონილი ყველაზე რთული ინტელექტუალური სამაგიდო თამაში. ჭადრაკში მსოფლიოს მეორე ჩემპიონი ემანუელ ლასკერი ამბობდა, რომ თუ უცხო პლანეტელები არსებობენ, ისინი აუცილებლად თამაშობენ გოს. ზოგიერთი საერთოდ გოს უცხო პლანეტელების მიერ ჩამოტანილად მიიჩნევს დედამიწაზე, თუმცა ეს ნახევრად ხუმრობით, რა თქმა უნდა, ეს გო ადამიანის შექმნილია, გამოიგონეს ჩინეთში. შემდეგ განვითარება პოვა უფრო იაპონიაში. ეხლა უცნაურობა რაში მდგომარეობს? საკმაოდ ბევრი კომპონენტია, მაგალითად, შავები იწყებენ პირველ სვლას აკეთებენ შავები. ასევე სვლები კეთდება არა უჯრებში, არამედ საკვანძო წერტილებში, ანუ ვერტიკალური და ჰორიზონტალური ხაზების გადაკვეთის წერტილებში. ასევე განსხვავებით ჭადრაკისა და უამრავი სხვა თამაშისაგან, აქ ყველა ქვა ერთნაირია. ყველა ფიგურა ჭალებში რომ ვთქვათ. და ასევე როდესაც დაიდება დაფაზე ქვა, ის მას თავისი მისია შესრულებული აქვს და ის უკვე აღარ გადაადგილდება. საინტერესო არის ისიც, რომ თვითონ თამაშის წესები ძალიან მარტივია. სულ 10 წუთი თამაშის წესებისა და რამოდენიმე ნიუანსის გაცნობისა და თქვენ შეგიძლიათ უკვე პირველი პარტია ითამაშოთ.
აქ არის ასეთი მომენტი, აი თქვენ ხედავთ ჩემს უკან დიდ დაფას და ამან არ შეგაშინოთ. ეს არის ჯერ ერთი სადემონსტრაციო დაფა და ეს არის 19-19-ზე დაფა. აი ასეთი დაფა არის სინამდვილეში. ეს არის სადემონსტრაციო, როგორც მოგახსენებთ და პირველად დამწყებები კი თამაშს იწყებენ პატარა დაფაზე, ანუ 9-9 ზომის დაფაზე. შემდეგ მოდის ასევე აი 9-9 ზომის დაფა, შემდეგ 13-13 ზომის დაფაზე და როდესაც უკვე დაეუფლება მოთამაშე საკმაოდ ბევრ საიდუმლოებებს, გადადის აი ასე დავარქვათ პროფესიონალურ დაფაზე. აი ესეც რაც ჩამოვთვალე რომ სამი სხვადასხვა ზომის დაფაა, ესეც ალბათ ერთ-ერთ უცნაურობად ითვლება. გაგიკვირდებათ, შეიძლება ისიც რომ თუ თამაში ასეთი მარტივია, ყველა ფიგურა ანუ ყველა ქვა ერთნაირია, ყველა სვლა ერთნაირია, მხოლოდ ერთნაირი სვლა არის. როგორ არის თამაში ყველაზე რთული, რაც კი ადამიანს შეუქმნია. საქმე იმაშია, მეგობრებო, რომ ამ თამაშში განსხეულებული არის გამოთქმა, გენიალობა სიმარტივეშია. მე პირადად ძალიან იშვიათად ჩემი ცხოვრების მანძილზე შემხვედრია ისეთი რამ, რომელშიც ეს გამოთქმა აი ასე პირდაპირ იყოს განსხეულებული. ეხლა თამაშის სახელი გოს შესახებ. გო არის იაპონური სახელი თამაშის, იგო იეროგლიფით მიტანი ი ხმარებაში იკვეცება და ყველგან აი ევროპულ ნაწილში, ევროპაში, რუსეთში, ჩვენთანაც თამაშს ქვია გო. თუმცა როგორც მოგახსენეთ, უკვე თამაში გამოიგონეს ჩინელებმა, შეიქმნა ჩინეთში თამაში ქვია ვეიჩი და ესეც ალბათ ერთ-ერთ უცნაურობად შეიძლება ჩაითვალოს, რომ თამაშის გავრცელებული დასახელება არის არა ჩინური, ანუ არა იმ ქვეყნის, სადაც შექმნეს, გამოიგონეს, არამედ იაპონური. აქვე დავზენ, რომ კორეაში თამაშს ქვია ბადუკი და ამ სამივე ქვეყანაში, კორეაში, იაპონიაში, ჩინეთში ეს თამაში ფაქტიურად ეროვნულ სპორტის სახეობად ითვლება და 4-5 წლის ასაკიდან ყველა ბავშვს ფაქტიურად ასწავლიან სკოლებში, არის უნივერსიტეტებშიც, ამაზე კიდე შემდეგ ჩანაწერებშიც ვისაუბრებ. ეხლა რატომ იაპონური სახელი და არა გამომგონებელი ქვეყნის სახელი? ამისათვის ცოტა ისტორიაზეც ვისაუბროთ. პირველი ქვა, რომელიც შემორჩენილია, მოღწეულია ჩვენამდე, განეკუთვნება 500-600 წელს ჩვენს წელთაღრიცხვამდე. ასე თქვათ არტეფაქტები. თქვენ ახლა ხედავთ ეკრანზე აი ამ სხვადასხვა დროის ქვებს. პირველი ჩანაწერი, რომელიც მოღწეული არის ჩვენამდე მოღწეული პირველი ჩანაწერი. აი ხედავთ ახლა რამდენი მონაწილე თამაშობს ტურნირზე. როგორი დიდი ტურნირები ტარდება, ისევე როგორც არის განეკუთვნება 200 წელს, ანუ სრული ჩანაწერი, პარტიის ჩანაწერი 200 წელი ჩვენ წელთაღრიცხვამდე. აი პირველად მოხსენიებული, რაც ჩვენამდე არის, რომ გოზე მოხსენიებულია რაიმე ჩანაწერებში 3000-3500 წელს განეკუთვნება ჩვენ წელთაღრიცხვამდე. საერთოდ თამაშის ასაკს კი ასახელებენ 5000 მინიმუმ 5000 წელს. თამაშის ისტორიის შესახებ ბევრი რამის შეიძლება. ყველაზე მაგრამ მაგ ლეგენდები და სიმამდვილე ერთმანეთშია გადახლართული და თულია გარკვევა რა არის სინამდვილე, რა არის ლეგენდა. ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად ეს თამაში პირველად ტიბეტის მიმდებარე რეგიონებში გამოიყენებოდა აი მკითხაობის, ან მისტიური დანიშნულებით და შემდეგ გადაიქცა თამაშად გარკვეულ ეტაპზე. ასევე არის იმპერატორ კიბერო მაკიბი თავისმა მრჩეველმა ურჩია, რომ
გაეგზავნა ჩინეთში, ეს იაპონიის იმპერატორს გაეგზავნა ჩინეთში თავისი ქალიშვილი და თუ რასაც კი საინტერესოს ნახავთ აი კულტურული თვალსაზრისით თუ სხვა თვალსაზრისით წამოეღო ის იაპონიაში და აი ბევრ სხვა კარგ რამეებთან ერთად ასე ვთქვათ წამოიღო ეს თამაში და რა თქმა უნდა დამკვიდრდა შემდეგ ასევე ყველაზე გავრცელებული ლეგენდა არის იმპერატორ იაოს შესახებ რომელსაც ყავდა ვაჟიშვილი რომელიც გონებრივი უნარებით ნაკლებად იყო დაჯილდოებული და არც აინტერესებდა ინტერესი რომ გაეღვივებინა თავის მრჩეველს ერთ-ერთ ბრძენს ასე ვთქვათ სთხოვა შეექმნა ისეთი თამაში რომელიც არა მარტო თამაში იქნებოდა ასევე საჭიროება ექნებოდა რომ გონებრივი შესაძლებლობები განევითარებინა მისი შვილის და აი მან თითქოს და შექმნა ეს თამაში და თუ ეს სინამდვილე შეეფერება მართლაც იდეალური რამ შეუქმნია დამეთანხმებით შემდეგ დაუბრუნდეთ რატომ იაპონური სახელი ესე იგი იაპონიაში მე-7 საუკუნეებიდან არის გო უკვე დანერგილი, მაგრამ ცოტა მოგვიანებით მოხდა მისი უფრო მაღალ დონეზე, ასე ვთქვათ, წამოწევა. იმპერატორმა ტოკუგავამ ეს იყო მე-16 საუკუნეში შექმნა გოს 4 სკოლა და აი ამ პერიოდს უკავშირდება, შექმნა ასევე გოს სამინისტრო და ამ პერიოდს უკავშირდება გოს თამაშის წესების აი სტანდარტიზაცია, დახვეწა, ქულათა სისტემის სტანდარტიზაცია და ასევე მოთამაშეების დონეების სტანდარტიზაცია და ასე შემდეგ და თამაშის მიდგომაში და უკვე აი დონეში მოთამაშეების ამ პერიოდიდან გადაასწრეს გამოგონებელი ქვეყანას ჩინეთს და აი აქედან მოდის ამიტომ არის გავრცელებული სახელი იაპონური გო და არა და უფრო ნაკლებად ჩინური სახელი ვეიჩი. სხვათა შორის უნდა აღინიშნოს რომ რაოდენობით მოთამაშეების ვინც ამ თამაშს თამაშობს გასაკვირი არ იქნება რომ ეს ასწრებს ჭადრაკით მოთამაშეთა რაოდენობას. თუმცა მეორე უკიდურესობა ის არის რომ ძირითადად ეს მოთამაშეები არიან აზიის კონტინენტზე, იმიტომ რომ ჩინეთი, იაპონია და კორეაში არიან მოთამაშეები და მოგეხსენებათ ჩინეთის მოსახლეობიდან გამომდინარე რაოდენობით, იმიტომ რომ იქ ფაქტიურად ყველა თამაშობს გოს. ევროპაში პირველად მოხსენიებული არის მატეო რიჩის მიერ, ხოლო გავრცელება ასევე ეს არის 1550-იანი წლებიდან და შემდგომ და თვითონ გავრცელება თამაშის დაკავშირებული არის ტომას ჰაიდის სახელთან. ესეც დაახლოებით იგივე პერიოდში. ხოლო უფრო დაინტერესება მოდის მე-20 საუკუნიდან, ხოლო მე-20 საუკუნის 50-იანი წლებიდან მატულობს ეს დაინტერესება, იქნება ფედერაციები, ტარდება ტურნირები, დღეობით და ასამდე ქვეყანა შედის საერთაშორისო ფედერაციაში, ტარდება მსოფლიოს ჩემპიონატები, ევროპის ჩემპიონატები და კიდევ უფრო თანდათან იხვეჭს პოპულარობას, ასე ვთქვათ. ხა ჩვენ ხშირად ვახსენებთ ჭადრაკი. ალბათ ყველაზე მეტად შეიძლება შედარება ჭადრაკთან, როგორც უმრავლესობა მსმენელს ალბათ მოეხსენება რომ ჭადრაკზე ამბობენ რომ ის არის მეცნიერებაც, არის ხელოვნებაც, არის სპორტიც. იგივე თქმა შეიძლება ზუსტად გამოტანა გოზეც. აქვე მე დავამატებდი რომ გოც არის მეცნიერებაც, სპორტიც და ხელოვნებაც. და გარდა ამისა ვიტყვი რომ არის ფილოსოფია. ჭადრაკსაც აქვს რა თქმა უნდა თავისი ფილოსოფია, ძალიან საინტერესო, მაგრამ აი ამ კუთხით ვფიქრობ რომ აღემატება გო. აი ამ დაფას
მაგალითად აი პატარა დაფაზე როდესაც თამაშობენ მე მოსავლეებს უხსნი რომ აი ეს შეიძლება განვიხილოთ ეს დაფა როგორც კუნძული რომელიც ერთ მხარეზე ერთ კუთხეში დასახლებული არიან თქვა აბორიგენები და აი სხვა მხრიდან კუნძულს მოადგენენ დაუშვათ მეკობრეები და იწყებენ დასახლებას. როდესაც ისინი მრავლდებიან ეს ტომები, მოდიან ერთმანეთთან შეხებაში და მიდის ტერიტორიისათვის ბრძოლა. რაც შეეხება დიდ დაფაზე, აქ რაც ხდება პატარა დაფაზე, ლოკალურად ისეთი ამბები შეიძლება 4-5 ადგილზე გამვითარდეს დიდ დაფაზე და ამას განიხილავენ როგორც ფილოსოფიური თვალსაზრისით, როგორც მთლიანად სამყაროს. აი ცენტრალური წერტილები აქ მონიშნული არის. ამას ქვია ტენგენი, ეს არის თითქოს სამყაროს ცენტრი, საიდანაც ყველაფერი ჩანს. შემდეგ 4 მხარე, სილუეტი, სამხრეთი, დასავლეთი, აღმოსავლეთი, ასევე წელიწადის 4 დრო. დიდ დაფაზე არის 361 წერტილი, იქ ასტრონომიას არის ჩართული, მოკლედ ლეგენდებში რომ წავიდეთ, შეიძლება ძალიან გავიხლართოთ, მით უმეტეს აქ როგორც მოგახსენეთ, გადაჯაჭვულია ლეგენდები და სინამდვილე ერთმანეთში და რა თქმა უნდა, სრულად ისტორიის შესახებ ამ პატარა ჩანაწერში ვერ ამოვწურავ, ვინც მომავალში დაინტერესდება ამ თამაშით, არ შეიძლება არ დაინტერესებს ისტორიითაც და ფილოსოფიით და ამის მოძიება შეგიძლიათ ქართულ ენაზე მაგალითად სინოლოგია G ოთარ ჭეკლაძის ძალიან საინტერესო არსებობს გვერდი და ინგლისურ, რუსულ თუ სხვა ენებზე ვისაც რა ეხერხება, ვისემიც ჩინური იცის და იაპონური, მით უმეტეს შეუძლიათ უამრავი ინფორმაცია მოიძიოთ. როგორც ვითარით ერთ-ერთ უცნაურობაში შედის ასევე რომ გვაქვს სამი სხვადასხვა ზომის დაფა და ამასთან ძალიან საინტერესო არის რომ დონეები არის ძალიან ბევრი. პირველად ენიჭება თქვა 25 კიუ მოთამაშეს და ჩამოვიდეს 24 კიუ, 23 კიუ და უნდა ჩამოვიდეს პირველ კიუმდე. აი ჭადრაგისგან გასხოვით მე-5 თანრიგი, მე-4 თანრიგი, მე-3 თანრიგი, აქ დონეები გაცილებით ბევრი არის და გარდა ამისა, როდესაც პირველ კიუზე ჩამოვა, შემდეგ იწყება უკვე პროფესიონალური დანები. ანუ პროფესიონალური მოთამაშე ხდება, როდესაც კიუს მოთამაშეს ჯერ კიდევ მოყვარული ჰქვია. ასე ვთქვა და შემდეგ იწყება პროფესიონალური დანები, რომელიც არის მოგეხსენებათ იაპონიაში დანების სისტემა 1-დან 9-მდე. საინტერესო იქნება ალბათ სვენელისთვის იცროს რომ მოჭადრაკე, უძლიერესი მოჭადრაკე მანქანამ კომპიუტერმა დაამარცხა 1997 წელს. გარი კასპაროვი იყო მაშინ მსოფლიოს ჩემპიონი ჭადრაკში. და მთელი 2000 წელი, 19 წელი დაჭირდა ამ მომენტიდან რომ დაიმარცხებინა უძლიერესი გოს მოთამაშე კომპიუტერს. იმიტომ რომ დაფაც დიდია მარტო ამაზე არ არის დამოკიდებული საერთოდ ვარიანტების რაოდენობას ჭადრაკში 1053-დან 1057 ხარისხით განსაზღვრავენ. დაახლოებით ზუსტად არ არის განსაზღვრული, ხოლო აქ 1070 ხარისხი ყველა შესაძლო ვარიანტების რაოდენობას ასახელებენ. არ მინდა გამიგოს ჭადრაკის მოყვარულობა, მე თვითონ თამაშობ ჭადრაკს გარკვეულ დონეზე და ეს თითქოს ანტაგონისტურად იყოს განწყობა ჭადრაკსა და გოს შორის. ამას არავითარ შემთხვევაში პირიქით. ძალიან საინტერესოა მოჭადრაკეებს უფრო უადვილდებათ შემდეგ გადასვლა შესწავლა უფრო სწორად და ვინც რა დონეზე დაეუფლება, აი როგორც ჭადრაკშია, იმ დონის სიამოვნება შეიძლება მიიღოს ამ თამაშიდან. მოკლედ, გო ძალიან ღრმა სტრატეგიული თამაშია. ის ხელს უწყობს აზროვნების სიღრმის გამომუშავებას, ყურადღების კონცენტრაციას, ახლო და შორეული გეგმების დასახვის უნარის გამომუშავებას და ზოგადად ინტელექტის ზრდას. ცნობილია რომ ბავშვები, რომლებიც გოთი არიან დაინტერესებული, უფრო იოლად ითვისებენ და სწავლობენ
სხვადასხვა საგნებს სკოლაში უიოლდებათ უფრო სწავლა. ეს როგორც ჭადრაკში მოგეხსენებათ, ასევე არის. თამაშის დასაწყისში გაკეთებული სვლა შეიძლება თამაშის ბოლოს გადამწყვეტი აღმოჩნდეს. კომპლექსურობა, ელეგანტურობა, იმპროვიზაცია, აი ეს არის იმ მრავალ ფაქტორთაგანი, რომელიც გოს ღმერთების თამაშად აქცევს. ძალიან ხშირად შეიძლება წააწყდეთ სხვადასხვა წყაროებში, რომ გოს ღმერთების თამაშს ეძახიან ხოლმე. ასე რომ ვინც დაინტერესდება მომავალში ამ თამაშით, თქვენ წინ გელოდებათ აღმოსავლური საიდუმლოებით მოცული სამყაროში მოგზაურობა. მე ვახსენე ფილოსოფიასთან კავშირი და ღრმა ფილოსოფიურობა ამ თამაშის, ამის სიღრმეებში წასვლას არ ვაპირებ, მაგრამ ამ თამაში არსებობს ეგრეთ წოდებული ანდაზები, გამონათქვამები. ეს გამონათქვამები ძალიან ახლოსაა როგორც ცხოვრებისეულ გამონათქვამებთან, ასევე ძალიან შეეფერება დაფაზე არსებულ კონკრეტულ სიტუაციას. რადგან ეს სტრატეგიული და მხედართმთავრების თამაშადაც ეძახოდნენ, აქ ძალიან მნიშვნელოვანი არის ყოველი სვლის ფასი. მოქმედებს ისეთი გამონათქვამები, როგორც არის ძალა ერთობაშია, გათიშე და იბატონე და ასე შემდეგ. თითოეულ ამას დეტალს უკვე, როდესაც თამაშს შეისწავლით, აი ეს მინდოდა მოკლედ თუ გამოვიდა მოკლედ თამაშის ისტორიის შესახებ. და თვითონ ის ფაქტი, რომ ამავდროულად მეთქვა, რომ თამაში განსხვავება კიდევ არის ბევრი სხვა თამაშისგან, რომ თამაში იწყება ცარიელ დაფაზე. და რიგრიგობით აკეთებენ სტუდენტებს. ცარიელ დაფაზე იწყება თამაში და ორივე მოთამაშის მიზანი არის შექმნას საკუთარი ტერიტორია. თვითონ უნდა ააგოს საკუთარი ტერიტორია და გაუფრთხილდეს მას. თვითონ ეს ფაქტის მე პირადად, რომ უნდა ააგოს ტერიტორია და გაუფრთხილდეს, დაიცვას ის ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია ჩვენი მომავალი თაობის ქართველებისთვის, თუ გავითვალისწინებთ ისტორიულად ზოგიერთი ჩვენი მართველების ძველის თუ უახლეს ისტორიაში დამოკიდებულებას ტერიტორიებთან. მოკლედ მოგიწოდებთ ისწავლეთ გო, ითამაშეთ გო. გო 21 საუკუნის თამაშია. მადლობა ყურადღებისთვის. მომდევნო ჩანაწერებში უკვე ექნება კონკრეტულად გოს თამაშის წესების შესახებ საუბარი.